გამარჯობა მეგობრებო, დღეს ვიმყოფებით ავტანდილის მაღაზიაში და ეხლა ცოტა მინდა მოგიყვათ ამ ბრენდის შესახებ. თან გაჩვენებთ კადრები, რაც გადავიღე ახლა ახალი კოლექციიდან და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება თქვენთვისაც და ჩემთვისაც, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი არ ვარ მყოფი ამ მაღაზიაში, მაგრამ დიდი ფანი ვარ და მეც მაინტერესებს დღეს რა შეგიძლიათ ნახოთ ავტანდილის მაღაზიაში და რითი მხრივ წავიდა უფრო ავტანდილი ამის მერე მე არ ვიყავი ნამყოფი. ავტანდილი არის თამამი მოდული და ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ბრენდი ალბათ ქართველების. ჩემიც არის. მინდა ცოტა განახოთ ამ პატარა ვიდეოები თვითონ მაღაზიიდან და დაინახავთ რატომ არის ესეთი პოპულარული და მაგარი ბრენდი ხარისხით. თვითონ გემოვნებით რატომ მე მომწონს. ავტანდილი ეს არის ბრენდი, რომელიც ასოცირდება ფიქსაცველისა და აქსესუარების წარმოებასთან. ბრენდი ხშირად იყენებს ბუნებრივ მასალებს, როგორიცაა ტყავი და ზამშის ნაჭერი. ასევე კადრებიდან შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ თავის პროდუქციაში ყოველთვის აქვს გამორჩეული დეტალები, რომელიც აერთიანებს კომფორტისას და ფუნქციონირებას ერთად. და ზუსტად ამ დეტალების გამო ავტანდილის პროდუქტი რჩება ესეთი პოპულარული. ასევე ავტანდილი ცნობილია თავისი ფეხსაცმელების კოლექციებით, მათ შორის ყოველდღიური მოდელები და ასევე დახვეწილი მოდელები. ბრენდი მონაწილეობს სხვადასხვა მოდურ ღონისძიებებში, მათ შორის თბილისის Fashion Week, ასევე ღონისძიებებში საზღვარგარეტაც და მე ვფიქრობ, რომ ბრენდი აძლევს ეს უნიკალურობას, რაც გვინდა ხალხს უმეტეს შემთხვევაში და მაგიტომ არის ეგეთი პოპულარული და გამორჩეული. ბრენდს აქვს თავისი ლოგო, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ. ნებისმიერ ტანსაცმელზე, რომელიც შეგიძლიათ ავუშვით, მაგალითად აქ. და ლოგო ძალიან გასაფრთხებული არის და თავისებური. თვითონ მაღაზიის სტაილი და მაღაზიის სტილი არის ძალიან სასიამოვნოა, ახალგაზრდული, new wave. მინდა განახოთ, რატომ ამ მაღაზიაში გინდათ გაჩერება, რატომ ამ მაღაზიაში გინდათ რამეს იდვა, იმიტომ რომ ძალიან სასიამოვნოა და მაგარი გარემოა და όσο თვითონ ნახეთ. შეგიძლიათ ნახოთ კლასიკური ვარიანტები, ლუკების. შეგიძლიათ ნახოთ ესეთი საყამოს ლუკები, ესეთი გლამურ. შეგიძლიათ ნახოთ ასევე ჰოლოდიური სტაილი. და მე ვფიქრობ, რომ უმეტეს შემთხვევაში ნახავთ უფრო თავისუფალი სტაილი, უფრო ჰოლოდიური სტაილი. მაგრამ ასევე ავტანდილი მაინც აკეთებს ასეთი კაბებიც და მაგალითად კურტუკი პიჯაკიც არის. შეიძლება შეაერთოთ მაგალითად ეს პიჯაკი, კურტუკი და ასეთი შავლები, რაც უფრო თავისუფალია და გამოვა უფრო შერეული სტაილი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მაინც უფრო თავისუფალი სტაილი არის, როგორც მე ვხედავ. თავისუფალი სტაილი არნიშნავს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ეგრე გამოხვიდეთ მაგალითად რაღაცა ბიზნეს შეხვედრაზე და ასე შემდეგ. და მაგიტომ ჩემთვის ძალიან მაგარი ბრენდია. ეს იყო მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ასევე ცალკე მადლობა ავტანდილის მაღაზიას, რომ მაძლევდნენ უფლებას, რომ გადავიღო ვიდეო. და იმედი მაქვს ამ ვიდეოს მერე თქვენს ცოტა შეგიყვარდა ეს ბრენდი, როგორც მიყვარს მე. ნახვამდის.